როგორია B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის შედეგები ამოქმედებიდან 1 წლის თავზე, როგორც ირკვევა ამ ეტაპზე მკურნალობას 1000-მდე პაციენტი გადის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში დაავადებულთა რაოდენობა 80,000-ს აღწევს, სპეციალისტები მკურნალობის მსურველთა რაოდენობით უკმაყოფილოები არიან და მოქალაქეებს მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ. სახელმწიფო პროგრამა დაავადების გამოსავლენად ტესტირებას ითვალისწინებს. თუ შედეგად B ჰეპატიტი არ დადასტურდება, ჩატარდება ვაქცინაცია. ხოლო თუ ვირუსი გამოვლინდება, დაავადების მიმდინარეობის მიხედვით პაციენტის მონიტორინგი გაგრძელდება და სპეციალური გამოკვლევები ჩატარდება. გართულებების აღმოჩენის შემთხვევაში კი მედიკამენტოზური მკურნალობა დაიწყება. B ჰეპატიტთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი პაციენტებისთვის უფასოა. დაავადება, რომელსაც გამოკვეთილი სიმპტომები არ გააჩნია და პაციენტს ჩივილები უკვე გართულების შემდეგ ეწყება, ამიტომ ექიმები მოსახლეობას პრევენციისკენ მოუწოდებენ. საქართველოში B ჰეპატიტზე საკონტროლო გამოკვლევები, ანტივირუსული მკურნალობა, სკრინინგი და პროფილაქტიკური ვაქცინა სრულიად უფასოა. ბოლო მონაცემებით ჩვენს ქვეყანაში ამ დიაგნოზის მქონე 80,000 ადამიანია. დიაგნოზის ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და მკურნალობის დაწყება იცავს არამხოლოდ პაციენტს, არამედ გარშემომყოფებსაც, რადგან მკურნალობის შემთხვევაში ვირუსის გავრცელების რისკი მცირდება. პაციენტმა, რომელმაც არ იცის თავისი B ჰეპატიტის სტატუსი, შეიძლება ვერც გებულობდეს და ხვდებოდეს, რომ არის თქვათ ავად და მიმართოს ექიმს. ანუ ეს პერიოდი, უსიმპტომო პერიოდი, ზოგადად გარკვეულად კარგიც არის შეიძლება, იმიტომ რომ პაციენტს არაფერი არ აწუხებს, მაგრამ ცუდია იმიტომ რომ პაციენტი არის გამოკვლევების მიღმა. დროთა განმავლობაში ასეთ პაციენტს შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ეგრეთ წოდებული ტერმინალური დაავადებები, როგორც არის ციროზი, ჰეპატოცელულური კარცინომა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სწორედ ეს პროგრამა იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება მოგმართოს. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში უკვე 1 წელია რაც არსებობს. ამ პროგრამით ამ დროისთვის უკვე 1000-მდე პაციენტი სარგებლობს. პროგრამა არამხოლოდ მკურნალობას, არამედ დაავადების პრევენციასაც ითვალისწინებს და ის ყველასთვის სრულიად უფასოა. წარმატებით ფუნქციონირებს B ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა, რომელშიც რამდენიმე ასეული ადამიანია უკვე ჩართული, თითქმის 1000-მდეა მათი რიცხვი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მკურნალობის ის კურსი, რომელსაც გადიან რეალურად ერთმნიშვნელოვნად წარმატებულია. აქ ყველა ის სამედიცინო კლინიკური დადებითი გამოსავალი, რომელიც უნდა მოხოლოდა მკურნალობას, რეალურად სახეზეა. B ჰეპატიტი ღვიძლის ქრონიკული ანთებაა, რომელსაც B ჰეპატიტის ვირუსი იწვევს. ხშირ შემთხვევაში პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა ესაჭიროება. პროგრამაში ჩართული პირი სამკურნალო საშუალებებსაც უფასოდ იღებს. ეს ვირუსი ადამიანიდან ადამიანს სხვადასხვა გზით, მათ შორის სისხლით და სქესობრივი კონტაქტით გადაედება. რაიმე სპეციფიკური სიმპტომები სამწუხაროდ თუ რომელი სიტყვა უნდა გამოვიყენოთ არ ვიცი, მაგრამ არა აქვს ამ დაავადებას. როცა უკვე საკმაოდ გართულებულია ამ მდგომარეობა, ანუ ტერმინალურია უკვე მდგომარეობა, მაშინ შეიძლება თქვა პაციენტს აწუხებდეს ძალიან ზოგადი სიმპტომები, აი ზოგადი სისუსტე, შესაძლოა თქვა ქვედა კიდურების შეშუპება, სიყვითლე შეიძლება გამოჩნდეს კანსა და სკლერებზე, მუცლის არეში შებერილობა, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს მუცლის ღუში სითხის დაგროვებასთან დაკავშირებით. 2000-იანი წლების დასაწყისიდან საქართველოში ახალშობილებს B ჰეპატიტზე აცრა უტარდება. ამ პერიოდამდე დაავადებული ადამიანები კი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ ექიმები მოქალაქეებს პრევენციისკენ მოუწოდებენ.